მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან, რუსთავში. იცოდით, რომ რუსთავში არის ქარხანა, რომელიც რუსეთიდან შემოსულ არყის ხის ნედლეულს ამუშავებს. საბუთებში კი წერს, რომ ხის ფანერები დამზადებულია საქართველოში. შემდეგ პროდუქტი ევროპაში ქართული ეტიკეტით გააქვს და რუსული კვალიც არსად ჩანს. ეს სქემა ქართულმა კომპანიამ პალატი 2022-მა აწყო. ის ნედლეულს პუტინის პარტიის დეპუტატების და სანქცირებული ოლიგარქების ქარხნებიდან ეზიდება. ბოლო 3 წელში ევროპაში 29 მილიონი დოლარის ფანერა გაყიდა. ევროპელებს გონიათ, რომ ეს ფანერა ლატვიური, ესტონური ან სხვა ქვეყნების არყის ხისგან მზადდება. სინამდვილეში კი პალატი რუსეთს უსაღებს სანქცირებულ პროდუქტს. რუსული ნედლეულის კვალს ვერც საბაჟო ხედავს. იმიტომ რომ კომპანია უფლებამოსილი ექსპორტიორია. ანუ შეუძლია წარმოშობის დეკლარაცია თავად შეავსოს და თავის პროდუქტს საქართველოში წარმოებული დაარქვას. ისე რომ არყის ხის რუსული წარმომავლობა არსად ჩანს. კომპანიამ ბიუჯეტიდან 200,000 ლარზე მეტი სუბსიდიაც მიიღო. ასე ხეირობს თვითონაც და ახეირებს ოკუპანტსაც.